მოგესალმებით. ეს ლუკია და ის თუ რაში დახარჯა მან მთელი ზაფხულის არდადეგები გაგაოცებთ. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ბავშვი კრეატიულობით და მოქნილი ხელებით რაღაც სასწაულს ქმნის, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. შეიძლება ერთი რაღაც სასარგებლოს ქმნიდეს, მეორე კი ყველაფრის დამანგრეველს, რას გულისხმობ თამაში. აი მაგალითად როგორ ჟღერს სახლის უკან ეზოში ატომური ელექტროსადგურის აშენება. უცნაურია. თუ კი დაინტერესდი, მაშინ უყურე ვიდეოს თავიდან ბოლომდე და გაიგე თუ რა საოცრებები შექმნეს ამ ბავშვებმა. აქ ყველაფერი აიოვაში 2016 წელს იწყება. ბიჭის სახელად Luke Tilley. ზაფხულის არდადეგები იყო და იმ დროს, როცა უმეტესობა მოსწავლეებისა ისვენებდა და არაფერს აკეთებდა, Luke სურდა რაღაცით დაკავებულიყო. მაშინ აღმოაჩინა პატარა სახლების კონცეფცია, როცა YouTube-ზე ვიდეოებს უყურებდა. მან კი ამ იდეით დაინტერესდა. აეშენებინა საკუთარი სახლი. თუ არ იცით, პატარა სახლები საერთაშორისო საცხოვრებელი კოდექსის თანახმად არის სახლები, რომელთა მაქსიმალური ფართობია 21 კვადრატული მეტრი. მაშინ, როცა ჩვეულებრივი სახლის საშუალო ფართობი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 211 კვადრატულ მეტრს აღწევს. ასე რომ პატარა სახლები მხოლოდ სტანდარტული სახლის ზომის დაახლოებით 10% შეადგენს. მიუხედავად ამისა, კვლავ მაჩვენა, რომ ამერიკელების 56% ასეთი სახლის წინააღმდეგი ნამდვილად არ არის და მოსწონთ. ბევრი ადამიანისთვის ასეთი სახლები განსაკუთრებით მყუდროა. და რა თქმა უნდა 12 წლის ლუკი ჯერ არ ფიქრობდა რეალურ საცხოვრებელზე, მაგრამ ეს იდეალური ადგილი იქნებოდა დასასვენებლად. თუმცა მისი ოცნება პატარა სახლზე არ იქნებოდა მარტივად მისაღწევი. მშობლებმა მას მშენებლობის ნება მხოლოდ ერთი პირობით მისცეს. ლუკს უნდა აეშენებინა სახლი, საკუთარი ძალებით და თავადვე აეღო ფინანსური პასუხისმგებლობა. ბიჭი სირთულეებს არ შეუშინდა და დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. ლუკი მეზობლების გაზონს კრეჭს და სახლის საქმეებში ეხმარებოდა და ცდილობდა მოეძებნა გადამუშავებული მასალები, რათა ხარჯები შეემცირებინა. ხელების დასვრის არ ეშინოდა. ის გონივრულად მოიქცა. ბარტერული გარიგებაც კი გააკეთა. მიმდებარე რაიონში რამდენიმე ავტოფარეხი დაალაგა ადგილობრივ მუშებთან ერთად, რომლებმაც პირობა მისცეს, რომ ასწავლიდნენ, როგორ გაეყვანა ელექტროობა და დაემთავრებინა სახლი. როცა საჭირო მასალები ცოდნა და $1500 შეაგროვა, უკვე მზად იყო თავისი ოცნების პატარა სახლის ასაშენებლად. ისე როგორც ნებისმიერ კარგ ხელმძღვანელს, ლუკს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდა. სახლი უნდა ყოფილიყო ყუთის ფორმის, 3 მეტრის სიგრძის და 1 მეტრი და 70 სანტიმეტრის სიგანის. გარედან უნდა დაეფარა კედარი, ხოლო სახურავი დახრილი იქნებოდა. ფასადზე მოთავსდებოდა ფანჯრები, მშუშებანდის ტიპის და ძველი რკინის კარი, რომელიც ოჯახის მეგობარმა აჩუქა. აგრეთვე წინ იქნებოდა პატარა ვერანდა, რომელსაც გადმოკიდებული სახურავი დაიცავდა და ყვავილების ადგილიც კი იქნებოდა. კიდევ უფრო მყუდრო ატმოსფეროს შექმნიდა ამ შემთხვევაში ყვავილები. მამამისის მცირე დახმარებით ლუკმა დაიწყო ხის კარკასის აგება. თითოეული ნაწილი დაამაგრა, კედლებად კი ძველი დაფები გამოიყენა. კარი და 3 ფანჯრის ადგილი ამოჭრა. ის ბავშვობიდან ეხმარებოდა მამას ხელსაქმეში და შესაბამისად ინსტრუმენტებთან კარგად იყო შეჩვეული. მშენებლობის პროცესში უფრო მეტად გაერკვა ხეზე მუშაობაში და ელექტროობაში, ასე რომ ფასდაუდებელი ცხოვრებისეული უნარებით შეიძინა. გასაოცარია, მაგრამ ამ ყველაფრის უმეტესობა თითქმის მარტომ შეძლო. თუმცა უკვე დასაწყისშივე ცხადი გახდა, რომ პროექტი გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხოლოდ ზაფხულის არდადეგები იყო. საბოლოოდ 9 წლის შემდეგ პატარა სახლი დასრულდა და ეს ნამდვილად ღირდა ამ ძალისხმევად. საკმარისია სახლის შიგნით შევიხედოთ. ოდნავ გამოღებული ფორთოხლისფერი კარის მიღმა პატარა, მაგრამ პრაქტიკული სამზარეულოა, რომელიც სივრცის ეკონომიის არაერთ გადაწყვეტილებას შეიცავს, რაც პატარა სახლებისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, ლუკის სამზარეულოში არა მარტო ქვეშ დასამონტაჟებელი მინიმაცი ვარია, არამედ ღუმელისთვისაც არის ადგილი. ასევე აქ არის სამუშაო მაგიდაც, რომელიც იკეცება. კედელზე კიდია კარადა, სადაც ინახავს პროდუქტებს და სამზარეულოს ნივთებს. საინტერესოა, რომ ადრე ეს კარადა სამედიცინო იყო. მისი ზედასარკის წყალობით ოთახი ვიზუალურად უფრო ფართოდ გამოიყურება. მართალია ლუკის სახლში წყალგაყვანილობა არ არის, მაგრამ დიდი ჭურჭელი აქვს წყლის შესანახად, რაც სრულიად საკმარისია. სამზარეულოს თემის დასასრულებლად ფილების ნაცვლად ლუკმა კედელზე ვინილის ლინოლეუმი დააწება. ეს ეკონომიური და ლამაზი გადაწყვეტილება იყო. სამზარეულოდან გასვლისას ხვდებით მის მისაღებ ოთახში, რომელიც ასევე სასადილოა. კუთხეში მოთავსებული დივანი არა მხოლოდ ტელევიზორისთვისაა განკუთვნილი, არამედ ასევე მაგიდასთან დასაჯდომად. მაგიდა კედელზეა მიმაგრებული. ამავე პრინციპით ლუკმა ძველი მინის კარი, რომელიც გადასაგდები იყო, დაშალა და თავისი ხელით დამზადებულ თაროში ჩააშენა.
ამგვარად სახლი ბევრად უფრო მყუდრო გამოვიდა. და რაც მთავარია, ეს თარო ფუნქციურად ასევე კიბეა, რომელიც სხვენში ადის. ზემოთ დიდი ზომის მატრასია, რომელიც ლუკის მამამ ქაფუანი მასალისგან ამოჭრა. საწოლის ტუმბო სანათი და ფანჯარა, საიდანაც დღის შუქი აღწევს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს სახლი არა მხოლოდ ლამაზად და გონივრულადაა დაგეგმილი, არამედ მას აქვს სახანძრო სიგნალიზაცია, ვენტილაცია და თუნდაც სახანძრო ჩამქრობები. რას ფიქრობთ თქვენ ლუკის სახლზე? მართლაც რომ შთამბეჭდავია. მაგრამ ვფიქრობ, ამ ისტორიის მთავარი აზრი ის არის, რომ პატარა შეიძლება იყოს საოცარი. და აქ საუბარი არა მხოლოდ სახლებზე, არამედ ბავშვებზეც, მაგალითად, ასეთ მიზანდასახულ ბიჭუნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლუკს უამრავი სირთულე შეხვდა და ფულიც არ ჰქონდა, მან დაამტკიცა, რომ მოთმინება, მიზანდასახულობა და შრომის მოყვარეობა საკმარისია მიზნის მისაღწევად. თუმცა, თუ საუბრობთ არაჩვეულებრივად ნიჭიერ მოზარდებზე, რომლებიც საოცრებებს ქმნიან, ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება სხვა პატარა სახლები და იდუმალი მიწისქვეშა ბუნკერიც კი. ამ ბავშვმა ჩაატარა რადიოაქტიური ექსპერიმენტი, რომელმაც თავად FBI-ც კი ჩააგდო პანიკაში და ყველა ეს გასაოცარი რამ შექმნეს ახალგაზრდებმა, გამჭრიახმა და შემოქმედებითმა ადამიანებმა. და აქვე გეტყვით, შრომას ყოველთვის ჭირდება დაფასება. თქვენი მხრიდან კი ამის საუკეთესო საშუალება ახლავე დაალაიქოთ ეს ვიდეო და არხიც გამოიწეროთ და თუ არ დაგეზარებათ კომენტარიც დაწერეთ. გავაგრძელოთ. დეივიდ ჰანი. ლუკ თილის ისტორია იყო საყვარელი და შთამაგონებელი, მაგრამ შემდეგი ამბავი ბავშვისა და მისი პროექტის შესახებ სრულიად სხვა რაკურსში მიდის. ის, რაც დაიწყო როგორც უდანაშაულო გართობა და ცნობის მოყვარეობა, შემაშფოთებელ შედეგამდე მივიდა. ეს არის დეივიდ ჰანის ისტორია. ყველაფერი 80-იან წლებში დაიწყო, როცა დეივიდს აჩუქეს ოქროს წიგნი ქიმიური ექსპერიმენტების შესახებ. ეს 1961 წლის საბავშვო წიგნი იყო, რომელიც მრავალჯერ გააკრიტიკეს იმ ექსპერიმენტების გამო, რომლებიც ტოქსიკურ და დამწვრობით ნივთიერებებს აჩენდა, მაგრამ 10 წლის დეივიდი, რომელიც იმავდროულად სკაუტიც იყო, გამოირჩეოდა ცნობის მოყვარეობით და გამჭრიახობით. ამიტომ ქიმიამ მაშინვე მიიპყრო მისი ყურადღება. ეს წიგნი მის ოცნებად იქცა. მალევე დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება პირდაპირ თავის საძინებელში. შეუძლებელია დავივიწყოთ დეივიდის ქიმიური ნიჭი. უკვე 14 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად დაამზადა ფეიერვერკი, როდესაც ცეცხლს მაგნიუმის ფხვნილი მოაყარა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ამავე დროს შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ მან დამოუკიდებლად შეძლო ნიტროგლიცერინის დამზადება. ეს არის ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც გლიცერინის, გოგირდმჟავისა და აზოტმჟავისგან მზადდება. თუმცა, რამდენადაც გონივრული იყო დეივიდის ექსპერიმენტები, იმდენადვე ძალიან სახიფათო. განსაკუთრებით მოზარდისთვის, რომელიც უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ არ იმყოფებოდა. ერთ დღეს ის ხელოვნური გარუჯვის მეთოდს ცდიდა საკუთარ თავზე და ნივთიერება კონტაქსანტინის გამოყენებით შემთხვევით კანი ნარინჯისფრად შეიღება. ესეც ნამდვილი გიჟი მეცნიერი, მაგრამ იყო შემთხვევა, რომელიც გაცილებით უფრო სახიფათო აღმოჩნდა. ერთ-ერთ ექსპერიმენტში დეივიდმა ფოსფორი შეანჟღრია მინის ფლაკონში. ნივთიერება მყისიერად აფეთქდა. მინის ნატეხები თვალებში და კანზე მოხვდა და საძინებელიც დაიწვა. თუმცა, იმ დროისთვის მსგავსი აფეთქებები ჩვეულებრივ რამედ იქცა, ხოლო მისი დედა და მამინაცვალი, რომლებიც როგორც ჩანს არც ყურადღებიანები იყვნენ და არც აქტიურები, ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. ფოსფორის ინციდენტის შემდეგ დედამ მიიღო არაგონივრული გადაწყვეტილება. დეივიდის ლაბორატორია ძველი ეზოს ფარდულში გადმოიტანა. შემდგომში მას ეს გადაწყვეტილება სანანებლად ექცა, რადგან უფროსებისგან მოშორებით დეივიდმა დაიწყო კიდევ უფრო სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარება და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, უკიდურესად საშიში იდეა, რომელიც ერთმა უცნაურმა ფაქტმა შთააგონა. რას გეგმავდა? ბირთვული რეაქტორის აშენებას. რატომ გეგმავდა? იმიტომ რომ შეეძლო და როგორ გეგმავდა? აი სწორედ აქ იწყება ყველაფერი. იდეა მას თავში მაშინ გაუჩნდა, როცა ბოისკაუტი იყო და ცდილობდა მიეღო ატომური ენერგიის ექსპერტის სპეციალური მოწმობა. ამის მისაღებად საჭირო იყო, რომ ბავშვს ცოდნოდა ბირთვული ენერგიის ძირითადი პრინციპები, აეშენებინა რეაქტორის მოდელი და რაც ნებისმიერი უსაფრთხოების ინსპექტორის კოშმარია, გარკვეულწილად ემუშავა რადიოაქტიურ მასალებთან. დეივიდი დაინტერესდა სპეციალური ტიპის რეაქტორით, რომელსაც უწოდებენ რეაქტორ რეპროდუქტორს. ის გამოიმუშავებს სითბოს და საკუთარ საწვავს. მისი მთავარი საფრთხე ისაა, რომ ასეთ რეაქტორს შეუძლია კონტროლიდან გამოსვლა და რადიაციის გავრცელება მახლობლად ტერიტორიაზე. ეს შემთხვევები ოფიციალურ მაღალტექნოლოგიურ ობიექტებზეც კი ხდებოდა, მაშინ როცა დეივიდი რეაქტორს აშენებდა ძველ ფარდულში, უყურადღებოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, სახიფათო ნიშნების მთელი ჯგუფი იყო. დეივიდმა დაიწყო საჭირო მასალების შეგროვება. თავს ასაღებდა ფიზიკის პროფესორად, რეკავდა ის ადგილებში, როგორიცაა ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი კომისია, რათა გაეგო როგორ აეშენებინა რეაქტორი და რომელი კომპონენტები სჭირდებოდა.
მას რეალურად ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოეხდინა რადიოაქტიური მასალების იზოლაცია. შემდეგ დეივიდმა სხვადასხვა კომპანიისთვის დაწერა წერილები, როგორც პროფესორმა და შეძლო მცირე რაოდენობით რადიოაქტიური მასალების მიღება. მაგალითად, შეიძინა 100 ცალი ცეცხლმაჩენი დეტექტორი, საიდანაც ამოიღო მასალა სახელად ამერიციუმი. ამის გარდა ლითიუმი გამოიღო ბატარეებიდან, რადიუმი ძველი საათებიდან და მცირე რაოდენობით ურანი შეუკვეთა ჩეხოსლოვაკიიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რაღაც საოცარი ძალის, ნების და მოტყუების წყალობით შეძლო ეს ყველაფერი, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, რომ ეს გააკეთა. დეივიდმა სულ რაღაც 15 წლის ასაკში შეაგროვა ყველა საჭირო კომპონენტი ბირთვული რეაქტორისთვის. მართალია ეს არ იყო ტექნოლოგიურად დახვეწილი და ის ვერ გამოიწვევდა სრულ ბირთვულ აფეთქებას, მაგრამ მას შეეძლო ნეიტრონების გამოყოფა. ესენი არიან სუბატომური ნაწილაკები, რომლებიც სხვადასხვა მასალებთან შეხებით წარმოქმნიან კიდევ უფრო ძლიერ რადიაციას. ერთადერთი რაც დარჩენოდა რეაქტორის აშენება იყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში დეივიდი დაუღალავად და სიზუსტით მუშაობდა თავის თვითნაკეთი რეაქტორის საფუძველზე. დეივიდი თავის თავს აყენებდა სასიკვდილოდ საშიში ნივთიერებებისა და რადიაციის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ის ამით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ოჯახს და მეზობლებსაც ასხივებდა. გეიგერის დათვლითი მოწყობილობის საშუალებით დეივიდმა აღმოაჩინა, რომ ფარდულიდან საძინებლამდე მთელ ბილიკზე რადიაციის დონე ძალიან მაღალი იყო და ეს დონე მხოლოდ იზრდებოდა, რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა რეაქტორის აშენებას. საბოლოოდ დეივიდმა დააფიქსირა საგრძნობლად მაღალი რადიაციული მაჩვენებელი 5 სახლის მოშორებით ქუჩის ბოლოში. რადიაციულმა დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სავალალო შედეგები, მათ შორის რა თქმა უნდა სიკვდილი. დეივიდმა გააცნობიერა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და მოწყობილობა უნდა დაეშალა მანამ, სანამ რადიაცია კიდევ უფრო შორს გავრცელდებოდა. როცა იშლიდა და მანქანაში ალაგებდა რეაქტორის ნაწილებს, ცნობის მოყვარე მეზობლებმა იფიქრეს, რომ ის საბურავებს იპარავდა და პოლიცია გამოიძახეს. მალე ადგილზე მივიდნენ ოფიცრები, რომლებმაც გადაწყვიტეს მანქანის ჩხრეკა. დეივიდმა სცადა, რომ პოლიციელებს გადაეფიქრებინათ მანქანის ჩხრეკა. ასევე აუხსნა, რომ მისი ტვირთი იყო უკიდურესად რადიოაქტიური. ნორმაზე 1000-ჯერ მეტი, მაგრამ ცხადი ამან მდგომარეობა მხოლოდ გაუარესა. დეივიდი დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. იმის გამო, რომ ხელისუფლებაში შობდა, თითქოს 17 წლის მოზარდი ბირთვული იარაღი შექმნას ცდილობდა, საქმეს ჩაერთო გარემოს დაცვის სააგენტო და FBI. ამიტომაც დაიწყეს ერთობლივი გამოძიება. საბედნიეროდ საბოლოოდ დეივიდის წინააღმდეგ ბრალდებები მოიხსნა, თუმცა ფედერალურმა აუწყებებმა მისი მასალების კონფისკაცია გააკეთეს, ლაბორატორია დაანგრიეს და ყველაფერი სპეციალურ ადგილას იუტაში დამარხეს. გარემოს დაცვის სააგენტომ სთხოვა დეივიდს სამედიცინო შემოწმებაზე წასულიყო, რათა გამოავლინათ რადიაციის ზემოქმედების შესაძლო შედეგები, მაგრამ დეივიდმა უარი თქვა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უარი გამოკვლევაზე გახდა მისი ტრაგიკული დასასრულის მიზეზიც, მაგრამ რეალურად ასე მარტივად არ არის ყველაფერი. სინამდვილეში სწორედ ის თვისებები, რომლებმაც უბიძგეს დეივიდს ასეთ სახიფათო ექსპერიმენტისკენ და ასევე მშობლების მხრიდან კონტროლის სრული არ ქონა, იქცა მის თვითგანადგურების მიზეზად. სამწუხაროდ საბოლოო შედეგი იყო ნაადრევი სიკვდილი ალკოჰოლიზმისა და სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენების გამო 39 წლის ასაკში 2016 წელს. ეს მართლაც ტრაგიკული ისტორია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ნიჭიერი ქიმიკოსი იყო დეივიდი. ვინც ის რას მიაღწევდა, რომ მისი პოტენციალი სწორად განვითარებულიყო. ახლა ისახსოვთ, როგორც ბიჭი, რომელმაც ააშენა მცირე ბირთვული რეაქტორი ჩვეულებრივ ფარდულში სახლის უკან, მაგრამ ვერ შეძლო იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ სახიფათო იყო ეს იდეა. მოდი ახლა გადავიდეთ სხვა მოზარდზე, რომლის გარდატეხის ასაკი შედარებით ნაკლებად დამანგრეველი აღმოჩნდა. შედარებით. დედა, შენ ჩემი არ გესმის. ეს ძალიან ნაცნობი ფრაზაა. 14 წლის ესპანელი ბიჭი ანდროს კანტა ზუსტად ასე ფიქრობდა მაშინ, როცა მშობლებმა ქალაქში სპორტულ ფორმაში წასვლა აუგრძალეს. ამ, ესე ვთქვათ, მოდა მოსამართლეობა მის საშინლად გააბრაზა. ხელი მოკიდა ბაბუის რკინის ნიჩაბს და ეზოში მიწის ამოთხრა დაიწყო. ის ვერ ხვდებოდა, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა 8 წლიან მასშტაბურ პროექტს. საინტერესოა, ნეტა ესეც გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი ფაზა იყო თუ რა ხდებოდა. თუმცა თხრის თერაპია ანდროს დაეხმარა, გამოეშვა ემოციები და ამავდროულად მისცა იდეა, რა მოხდება თუ მიწისთხრას გააგრძელებდა. იქნებ შეეძლო შეექმნა საკუთარი მიწისქვეშა მღვიმე, სადაც აღარავინ ეტყოდა, რა ჩაეცვა ან როგორ ჩაეცვა. სწორედ ამაში გაატარა მან მომდევნო 8 წელი. პირველ რიგში ისევ ბაბუის ნიჩაბით მუშაობდა, თუმცა როცა მეგობრებმა მას პნევმატური საბურღი აჩუქეს, საქმე გაცილებით სწრაფად წარიმართა და მან შეეძლო მიწაში
5 მეტრიანი სიღრმის მიღწევა. ამ დროისთვის ანდროსმა დაიწყო მიწისქვეშა სამუშაოების ტექნოლოგიის შესწავლა და მოგვიანებით შექმნა სისტემა ნამსხვრევების ზედაპირზე ამოსატანად. ცხადია, ეს ყველაფერი საფრთხის გარეშე არ ყოფილა. ვინაიდან ნებისმიერ დროს გვირავი შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო, ანდროსმა საგულდაგულოდ გაამაგრა მღვიმე. მან არამხოლოდ ბეტონის სვეტები გამოიყენა, არამედ ამოჭრა თაღოვანი ჭერები, რაც სტრუქტურულად ძალის გადანაწილებას ეხმარებოდა და ქმნიდა მყარ საყრდენ სისტემას. როგორ გამოიყურება ანდროსის მღვიმე? მართალია, ქვემოთ ჩასასვლელი კიბები საშიშად გამოიყურება და საშინელებათა ფილმის სცენარს მოგვაგონებს, მაგრამ სინამდვილეში ისინი საოცარი და ასვენებელი სივრცისკენ გვიჩვენებენ გზას. მღვიმეში არის მისაღები ოთახი, საძინებელი, ნახშირის ღუმელი და 4 ელექტროწერტილი. ასეთი მღვიმე პრეისტორიულ ოჯახს იდეალურ საცხოვრებლად ეყოფოდა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებამ შეიტყო ანდროსის მიწისქვეშა საცხოვრებლის შესახებ. მათ მისი კანონიერება ეჭქვეშ დააყენეს. მაგრამ ვინაიდან ვერანაირი კატეგორიით ვერ განსაზღვრეს ეს ადგილი, ეს არც სარდაფი იყო, არც მიწისზედა დაშენება და არც საწყობი, მათ არ ჰქონდათ საფუძველი, რომ ანდროს დაეჯარიმებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის უფრო მეტად არის დაკავებული ზრდასრული ცხოვრებით, ანდროსი მაინც კვირაში მინიმუმ 4 საათს უთმობს თავის პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მღვიმეში ხანდახან მწერები ჩნდებიან და ზამთარში დატბორვის საშიშროებაც არსებობს, ანდროსი გვახსენებს, არ უნდა დავაკნინოთ შრომის ძალა და არც მოზარდული იდეებია აზრს მოკლებული. მეთ რაიანი მილენიალებისთვის და ჯენზი თაობისთვის საკუთარი სახლის ფლობა ხშირად მიუწვდომელი ოცნებაა. სამწუხაროდ, რადგან უძრავი ქონების ფასები მხოლოდ იზრდება. მაგრამ პატარა სახლები ამ პრობლემაზე ერთგვარ პასუხს იძლევა და ბევრი ადამიანი ტოვებს ტრადიციულ კოტეჯებზე ოცნებას და ირჩევს რამეს უფრო მოკრძალებულს. და აი, ჩვენი ახალი გმირი სწორედ ასე მოიქცა 16 წლის ასაკში. როცა მისი თანატოლები წვეულებებს დადიოდნენ, მეთ რაიანი მუშაობდა. მეთმა ეს დრო მშენებლობას დაუთმო. მან საკუთარი ხელით და თავისი ფულით ააშენა პატარა სახლი. ფული კი მოიპოვა 2 სხვადასხვა სამსახურის შესრულებით. როგორ შეძლო მან ეს ყოველივე? ამაზე მან თავად მოყვა 2020 წელს საკუთარი YouTube არხზე განთავსებულ ვიდეოში. თავდაპირველად მეთმა შეიძინა ძველი სამშენებლო ვაგონი. საერთო ფართობით დაახლოებით 27 კვადრატული მეტრი იყო. მან ვაგონი სრულად დაშალა და დატოვა მხოლოდ ლითონის კარკასი. შიდა ინტერიერი და ფასადი დაფებით დაამზადა. დაფები კი მოიპოვა ადგილობრივი ნაგავსაყრელობის დათვალიერებისას. შესაძლებლობის ფარგლებში მეტი ყოველთვის ამჯობინებდა გადამუშავებულ მასალებს, მეორად მასალებს, რათა მშენებლობის ხარჯები შეემცირებინა. რაც ერთი ადამიანისთვის ნაგავია, შეიძლება სხვისთვის განძად იქცეს. საბოლოო ჯამში მან სახლის მშენებლობაში მხოლოდ $800 დახარჯა. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო სახლის იპოთეკური ღირებულება. პატარა ვერანდისა და კარის გავლით შიგნით შესვლისას პირველად თვალში გვხვდება მოულოდნელად ფართო სამზარეულო. ნიჟარა და მიკროტალღური ღუმელი, ქურა, რამდენიმე კარადა და დიდი მაცივარი. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ზომას ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა. სამზარეულოს გვერდით ღია გეგმარებით მოწყობილია მისაღები ოთახი, სადაც ფანჯარასთან მდგარ დივანზე მჯდომმა შეიძლება ტელევიზორს უყურო. სახლის მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საძინებელი და სააბაზანო. ერთი შეხედვით სააბაზანო პატარა ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის სრულად საკმარისია და ყველა საჭირო ნივთს მოიცავს. მაგალითად, საშხაპე დამზადებულია ძველი სახურავის ფირისგან და მორთულია კედარის ხის სახელურებით. სივრცის დაზოგვის მიზნით მეთმა ჩააყენა სრიალა კარი, რომელიც ჩვეულებრივი კარებისგან განსხვავებით ადგილს არ იკავებს. რაც შეეხება საძინებელს, თავდაპირველად მას სურდა მეორე სართულზე მოეთავსებინა, მაგრამ ყოველ დღე მაღლა ასვლა და ქვემოთ ჩამოსვლა დაეზარა და გადაწყვიტა საძინებელი პირველ სართულზე მოეწყო. ოთახში ადგილი საკმარისია არა მხოლოდ 2 ადგილიანი საწოლისთვის, არამედ 2 კარადისა და თაროებისთვისაც კი. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები შენობაშივეა განთავსებული, რომელთა შიგნით მეთმა კარადები ჩააშენა. იქ ინახავს სამზარეულოს ნივთებს და წყლის გამაცხელებელს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჯადოსნურ ზღაპარს გავს. სახლის აშენებას 2 წელი დასჭირდა და ის დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეც 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ $800 და ასეთ ასაკში ეს მართლაც გამორჩეული მიღწევა. ვიდეოში მან თქვა, რომ არავის სჯეროდა მისი, მაგრამ მისივე სიტყვებით 2 წლიანი მუშაობის შემდეგ ახლა ამ ოცნების სახლში ცხოვრობს.